სასურვოდ კივილია, ღმერთს ყოველდღე მოგვეწევი, რომ მომკლას, მაგრამ ვერ ავკვდები. როცა სახსრები არა გაქვს, ძალიან ძნელია. ექიმთანაც ვერ მივდივარ ელემენტარულად. ექიმთან მისვლა მჭირდება, მაგრამ ვერ მივდივარ, მე თვითონ ოღონდაც ჩემი მიშკა იყოს კარგად. რა გავაკეთოთ? ყველანაირ ტკივილს გაუძლება, ჩემი შვილები იყვნენ კარგად. გთხოვთ გევაძრებით და მაგრამ მას როგორ გემუდარებით, როგორც დედა, როგორც ქართველი ადამიანი. გულწრფელად გეღვეწევით, რომ დაეყაროთ ჩემს სკოლის მოსწავლე რო ვიყავ, ბედნიერი მომავალი მეგონა რომ მექნებოდა. ოჯახი მეყოლებოდა, შვილები, მაგრამ ცხოვრებამ სხვა მხარე შეუმატრიალა. არ მინდა რომ სიცოცხლის ბოლომდე ჯოჯოხეთში ვიცხოვრო. 80 წლის ასაკში რო ვიქნები, უბრალოდ ის მეფიქრება, რომ დედა არ მეყოლება, ოჯახი, შვილები, მაგის მეშინია რომ უპატრონოთ არ ამომძვრეს სული. ამ ყურძენს აქ გარშემო მყოფ ბაღს მე უნდა ულიდე და მოხუცი დედიკოული ჩემთვის ძალიან დამამცირებელია. ექიმმა მითხრა ოპერაციის შემდეგ მხედველობა 30%-ით აღმიდგება. ოპერაცია კი არა, საჭმელის ფულიც კი არ მაქვს. ჯერ მეუღლის გარდაცვალება, მერე კი მისვაშ დიაბეტის გამო მხედველობის 99% წაერთვა. ამას ისიც დაემატა, რომ კიდურები მთლიანად დათრომბილი აქვს. საბრალო დედის გულში ყოველ წუთს შიშია, რომ ქვრივობიდან შვილმკვდარ დედად გადაიქცევა. საბრალო კაცს თუ არ შეიცოდებთ, მოხუცი დედა მაინც შეიბრალეთ, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება სიხატაკეში, ავადმყოფობასა და გლოვის სამოსშია. თუ გსურთ, რომ ამ კეთილბებოს სიცოცხლის უკანასკნელი წლები ჯოჯოხეთურ წამებად არ ექცეს, მაშინ გადავარჩინოთ მისი შვილი და დედა ღვთისმშობელი ჩვენს შვილებს ამყოფებს თავისი კალთის ქვეშ. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.